ღვთათა ყოვლადურსნელისა დედისა თვისა დიდებულთა ყოვლადგებულთა მოციქულთა ღირსთა და ღმერთ შემოსულთა მამათა ჩვენთა და წმინსა დიდი საღვთისმთავარისა ივანე ოქროპირისა კონსტანტინე მთავარეპისკოპოსა წმინსა დიდი საღვთისმთავარისა ნიკოლოზ მირავლოკის მთავარეპისკოპოსა წმინსა ძელოშემოსილისა დიდმოწამესა გიორგისა და ღირსისა მამისა ალექსანდრეს სვირელისა ღირსისა მამისა ამხსარებელისა ლოსაბერისა გაბრიელისა წმინდათა და მართალთა მშობლოთა ღვთისა და იოაკიმე და ანასთა და მოწამე აშოდ დიდისა კურაპალატისა და მოდელმოწამე ეგნატე ღმერთ შემოსილისა მოწამე რომანოზისა იაკობისა ფილოტეოსისა იპერიქესი აბიბოსისა ივლიანეს და ბარიგორისა მოწამე სილოვანე ეპისკოპოსისა ლუკა დიაკონისა და მოკიოს წიგნის კითხველისა და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერარს და კაცთ მოყვარე ხარი დაკეტეთ რა სახელითა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აღსრულდა ჟამი მოახლოებლარ სასუფეველით სათა შეინანეთ და გრწმენეთ სახარება ასთის სიტყვებით მარკოს მახარებელთან მოგმართავს ჩვენ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვისმინოთ რას გვეუბნება დღევანდელი სამოციქულო და სახარება დღეს არის 37 კვირა სულთმოფენობიდან და მეორე ეპისტოლეში პავლე მოციქული გვეუბნება ანუ რაი სწორება არს ტაძრისა ღვთისა კერპთათანა ანუ თქვენ ტაძარნი ღვთისანი ცხოველისანი ხართ ვითარცა თქვა ღმერთმან და ვიმკვიდრო და ვიქცეოდე მათ შორის და ვიყავე მათ და ღმერთ და იგენი იყვნენ ჩემ და ერად ამისთვისა გამოვიდით შორის მათსა და გამოეშორენით იტყვის უფალი და არა წმინდასანუ შეეხებით მე შეგიწნარეთ თქვენ და ვიყავმე თქვენ და მამა და თქვენ და იყვნენ ჩემ და ძეებ და ასულებ იტყვის უფალი ყოვლის სამყრობელი ესე რაი უკვე ქონან აღთქმანი საყვარელნო განვიწმინდეთ თავნი ჩვენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმინდესა შიშითა ღვთისაითა პავლე მოციქული გვეუბნება ჩვენ რომ უნდა განვეშოროთ ჩვენ და გავექცეთ ჩვენ სიბილძეს არა მარტო ხორციელს არამედ გონებისეულს წმინდა მამები გვეუბნებიან იმიტომ რომ ფიქრი იწყება აზროვნება ყველაფერი იწყება გონებით ასევე სიტყვა რომელსაც მივაგებთ მოყვას იწყება გულიდან ამიტომ მოგვითხოვს წმინდა მამა რომ აუცილებლად ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს აი ამ გრძნობებს იმიტომ რომ ენახეთ პავლე მოციქული გვეუბნება სიტყვებით რომ თქვენ ხართ ტაძარნი ღვთისანი რომელშიც უნდა დაიმკვიდროს სული წმინდა დღეს სახარებაში მათე მოციქული გვიამბობს ქანანელი ქალის შესახებ ძალიან საინტერესო სახარება არის და წავიკითხოთ და მოვისმინოთ რას გვეუბნება წმინდა წერილი და წარვიდა მიერ იესო და მოვიდა ადგილსა ტვიროსისასა და სიდონისასა ეს არის საიდან წარვიდა გალილეიდან ეს ადგილი არის სადაც ცხოვრობს მოდგმა კურთხეული სეითისა და მიდის წარმართებთან ქანაანის მოდგმასთან თქვენ იცით ქანაანი იყო დაწყევლილი მამის დაცინვის გამო ეს არის შვილი ნოესი და მიდის უფალი წარმართთან რის თქმა უნდა უფალს და მას მისდევენ მოციქულები ნახეთ წავიკითხო და მე ვისაუბრდა ესერა დედაკაცი ქანაანელი საზღვართა მათა გამოვიდა ღაღადებდა და იტყოდა შემიწყალე მე უფალო ძეო დავითისო რამე თუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს პირველ რიგში
უფალი ჩვენგან ითხოვს რას? ითხოვს მუდმივობას. ითხოვს მისდამი, აი ნახეთ წმინდა ნიკოლოზ სერბელი მღვდელმთავარი გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცელავთ ჩვენ ბალახს, ბალახი მაინც იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა შეიძლება დააჭრას ცხოველი კი არ მიდის თავს კი არ იკლავს, არამედ ცდილობს ისევე წამოდგეს და იცოცხლოს. მაგრამ ჩვენ ადამიანებს გვაკლია ეს მუდმივობა თუნდაც სარწმუნოებაში. და აი ნახეთ წმინდა მამა და მოძღვარი გვეუბნება, რომ ჩვენ მუდმივობის გვაქვს ორი მაგალითი, სადაც ვერ შეინახეს ეს მუდმივობა. პირველი ადამმა, რომელსაც ჰქონდა ურთიერთობა სამოთხეში და ვისთან? ღმერთთან. და მეორე იუდამ, რომელიც არ იყო სამოთხეში, იყო დედამიწაზე და ჰქონდა ვისთან ურთიერთობა ჰქონდა ქრისტესთან. მიუხედავად იმის, რომ იუდას ჰქონდა მაგალითი ადამისა, თქვენ იცით როგორ წარწყდა ის, როცა თავისი ერთგულები და თავისი ერთგულებას უარყო თავისი ერთგულებით ვერ შეძლო ემსახურა ქრისტესთვის და ბოლოს თქვენ იცით, რომ იუდა თავს იკლავს. წმინდა წერილში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მაგალითები ერთგულებისა და მუდმივობისა. ჯერ თქვათ რა მოუვიდა საულ მეფეს, ჩვენ ვიცით, რომ დავით მეფემდე იყო ძველ აღთქმაში მეფე საული, რომელმაც აი გონებაც კი და კარგად წარმოიდგინეთ, არ ემორჩილებოდა გონება მას იმის გამო, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელი ბოლომდე ვერ რჩებოდა. ასევე სოლომონის სამეფო იმის გამო, რომ ვერ ერთგულა ბოლომდე უფალს განიყო სოლომონის სამეფო. ჩვენ ახალ აღთქმა, ძველ აღთქმაში გვაქვს მაგალითები დიდი მამამთავრების, ეს არის აბრაამ მამამთავარი, თქვენ იცით, რომ მას რწმენა ღმერთი, ხო, როცა სწირავდა ისააკ, რომლისგანაც მას უნდა მხოლოდ მოდგმა, მაგრამ ახსოვდა აბრაამს სარწმუნოებით, რომ ღმერთმა აღუთქვა, რომ განრავლდება აბრაამი და აი ამ შეწირვის დროს თქვენ იცით, რომ აჩერებს უფალი აბრაამს. ესაც მუდმივობა აბრაამში. ჩვენ ვიცით იაკობ მამამთავარი, რომელიც თავისი თვინიერებით მოიპოვებს მადლს ღვთის წინაშე. ჩვენ ვიცით იოსებ მამამთავარი, რომელმაც თავისი ქალწულობით იმართლებს და მართალი რჩება. ჩვენ ვიცით ყველაზე დიდი მაგალითი ჩვენთვის სიწმინდისა, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც გახდა წიაღი, გახდა უბიწო, გახდა წიაღი, გახდა ეკლესია, საიდანაც იშვა ხორციელად მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მაგალითები, გვაქვს დავითის მაგალითი სინანულისა. თქვენ იცით, მართლდება დავითის სინანულით და 50 ფსალმუნით, ცნობილი ფსალმუნი, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ მსახურებების დროს, წუხრის დროს, ცისკრის დროს, დილის ლოცვების დროს, დღის განმავლობაში 50 ფსალმუნი, სინანულით წოდებული ფსალმუნი. და რა თქმა უნდა მოციქულები, რომლებმაც თავისი ერთგულებით და თავის სიყვარულით ქრისტესადმი ეს უბრალო მეთევზეებმა, უბრალო ადამიანებმა დიდი მოციქულობის მადლი მოიპოვეს ღვთის წინაშე. ახლა დაუბრუნდეთ სახარებას, უფალი, ესე იგი, გალილეიდან მიდის ქანანთა ქვეყანაში, წარმართა ქვეყანაში და მას მიეგებება, ნახეთ. და ეს რა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათთაგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა, შემიწყალე მე უფალო ძეო დავითისო, რამე თუ ასული ჩემი ბოროდად ეშმაკეულ არს, ხოლო იესო არა მიუგო მას სიტყვაი. ნახეთ, აი ევედრება უფალს, რომ უფალო შემიწყალე, ძეო დავითისო შემიწყალე მე და უფალი არაფერს მიუგებს. მეცაც გეტყვით, აი ჩვენ ქრისტეს სიჩუმე სახარებაში რამოდენიმე ადგილას გვაქვს, ხო, როცა უფალი პასუხს არ ეპასუხება, არ უпростоრად თქვათ,
არ ეუბნება სიტყვას, აი კაიაფასთან ის დუმდა. კიდე სად დუმდა თუ გახსოვთ? არა. დუმდა პილატესთან, გახსოვთ? დუმდა პილატესთან და აქაც დუმს. ადამიანი ითხოვს მისგან შველას, მაგრამ უფალი დუმს. ამით უფალი გმოძღვრავს, ბუნებრივია ვისაუბრებ და ხედავს ჩვენ გულს. ნახეთ, აი თქვენ გახსოვთ ხო სის მდინარე ქალმა, რომელმაც სიტყვაც კი არ მიუგო უფალს და შეეხო და განიკურნა, მიიღო ღვთისაგან განკურნება და აი აქ დედაკაცი, რომელიც მოუწოდებს ქრისტეს და ეუბნება, რომ შემიწყალე მე ძეო დავითისო, ანუ აღიარებს თავის სარწმუნოებით წარმართი დედაკაცი, რომ ის არის ცხებული, ის არის მესია, წარმოიდგინეთ, აი ესეთი აღიარება ხდება მისგან, მაგრამ უფალი დუმს. დუმს, იმიტომ რომ უფალს მოსდევს ვინ? მოსდევენ მოციქულები, მოსდევენ სხვადასხვა წარმომადგენლები, ფარისევლები, წიგნობრებიც ხო და ამ ხელსამით უფალი, რას ამ ხელს აი ვისაუბროთ, ჩვენ ვიცით რომ უფალი აღთქმას დებს ძველ აღთქმაში იმისა, რომ ის მოვა, ის განკაცდება იუდეველთა მოდგმაში და დიახ, ამას უფალი აღსრულებს. უფალმა რაც აღუთქვა იუდეველებს, რომ მოვიდო და მათი წიაღიდან, ეს შეასრულა უფალმა, განკაცდა უფალი. მაგრამ აი ამ დუმილით რას ნიშნავს დუმილი? ის მოვიდა იუდეველებთან, ხო? ის აღდგომის მერე აგზავნის თავის მოციქულებს ვისთან? წარმართებთან, ხო? წარვედ და მოიმოწაფნით ყოველნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისა, ძისა და სულისა წმინდისა. მაგრამ აი აქ აი წმინდა ღვთისმთავარი ნიკოლოზ სერბელი გვეუბნება, რომ უფალი მამა არის არა მარტო რჩეული ერისა, არამედ ყველა ადამიანისა და მათ შორის წარმართა. ისინიც არიან მისი შვილნი და ჩვენც ასეთი მიდგომა უნდა გქონდეს, რომ არა ჩვენ ვართ მარტო გამორჩეულნი, არამედ ღვთის შვილები ვართ ყველანი დედამიწაზე. აი ამას ითხოვს უფალი, როცა მის ცნების აღსრულებას ითხოვს, აი ადამიანი იმისთვის რომ შეიყვარო, უნდა შეიცნო თავი შენი. იმისთვის რომ თავი შეიცნო, ღვთაებრივი პავლე გვეუბნება, რომ შეიცან თავი შენი ქრისტეში და რას ითხოვს ჩვენგან ქრისტე? ქრისტე ითხოვს ჩვენგან სიყვარულს, მოყვასისა და ღვთისა. და საზომი სიყვარულისა გვითხრა ქრისტემ, როგორც საკუთარი თავი, ისე გიყვარდა შენი მოყვასი. არა საკუთარი თავის შეყვარებით შეიყვარო მოყვასი. არა. რამეთ რაც გინდა რომ შენ გაგიკეთო. როგორც გინდა რომ შენ შეგიყვარონ და შენ მოგექცნენ. შენც აი ასევე მოეკეცი მოყვას, რომ შეიყვარო ღმერთი. თქვენ გახსოვთ რომ აი აქ ნახეთ ქანანელი დედაკაცის ვედრება და ქრისტეს დუმილი, მაგრამ ჩვენ სახარებაში გვახსოვს, რომ იაფეთის მოდგმასთან, აი ასის თავი, იაფეთის მოდგმიდან იყო რომის ჯარისკაცი, ხო? ასის თავი. მაგრამ იქაც აღასრულებს. მაგრამ დუმს აქ კიდევ ერთხელ მოძღვრავს უფალი და ამოწმებს კიდევ ერთხელ აი ამ დედაკაცის სარწმუნოებას, დედაკაცის, რომელმაც წარმართა ქვეყანაში გაიზარდა. რა არის წარმართობა? წარმართობა არის აი პავლე მოციქული გვეუბნება, რომ წარმართობა პირველ რიგში არის ეს სიცარიელე, არის ტყვილი. აი ნახეთ, სიცარიელესთან და ტყუილთან ჩვენ ხომ არ უნდა გქონდეს შეხება აი დღეს მოისმინეთ თქვენ ხო კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ რას გვეუბნება მოციქული, ამიერიდან შრომასა ნუვის შემოვთხოვეთ. არა, აი სწორად. ამის გამოვედით შორის მათსა და გამოეშორნით თითქმის უფალი და არა წმინდასა ნუ შეეხებით და მე შემიწნარე თქვენ. ნახეთ, აი ამ განეშორა ეს ქანანელი დედაკაცი იმ წარმართობას, იმ სიცარიელეს, იმ ტყუილს და შეუდგა ვის? შეუდგა უფალს, შეუდგა მაცხოვარს ჩვენსას.
ქრისტეს და ევედრება რომ და ძეო დავითისო შემიწყალე მე ხოლო იესო არა მიუგომა სიტყვე და მოუხდეს მოწაფენი იესოს და რქვეს მას განუტევე ესე რომელი ღაღადებს და შეგიდგეს ჩვენ ნახეთ აი მოწაფენი ქრისტესნი მოციქულები ეუბნებიან რომ უფალო ან უპასუხე ან განუტევე ისევ დუმსუფალი რქვა მას იესო არა ვიდრე მოვლინებულ ვარ გარნა ცხოვართა მათ წარწმედულთა სახლისა ისრაელისათა ჩვენ კიდევ ერთხელ ვეუბნება სახარებაში უფალი რომ ის აღუთქვა ისრაელს მოვლინება და მოევლინა კიდევაც ისრაელში ვიცით ყველა ხოლო იგი მოუხდა თაყვანისცემდა მას და ეტყო და უფალო შემიწყალე მე ხოლო თავად მან მიუგო და რქვა მას არა კეთილს არს მოღება იპური შვილთაგან და დადგებად ძაღლთა ნახეთ საშნელი სიტყვები კაცრი სიტყვები აი ჩვენს ხშირად უფლისგან მოსასმენად კაცრი მაგრამ დასამოძღვრ მოძღვრავს ამით უფალი რომ პირველ რიგში უფალი მიგვითითებს რომ წარმართობა საკუთარი თავის სიყვარული და ტყვილი არის ცოდვა რომელთანაც ჩვენ ერთობა არ უნდა გქონდეს ადამიანებს მაგრამ ასევე აყვედრის საიმ ერს რომელიც თაყვანსაც ცემს კერპებს მაგრამ კიდევ ერთხელ ამოწმებს ამ კანონელი დედაკაცის რას სარწმუნოებას აი ნახეთ ხოლო მან თქვა ეუფალო რამე თუ ძაღლნიცა ჭამეთ ნაბიჯე ვისაგან რომელი გარდა მოცვიან ტაბლისაგან უფალთა მათთასა მაშინ მიუგო იესო და რქვა მას ой დედაკაცო დიდარ სარწმუნოება ეგე შენი გეყავ შენ ვითართ საგნებავს და განიკურნა ასული იგი მის მიერ ჟამიდან აი ამით სრულდება დღევანდელი სახარება და დავასრულოთ რას გვეუბნებიან წმინდა მამები ნახეთ აღიარა დედაკაცმა რომ ის წარმართა ქვეყანაშია აღიარა რომ მისი სარწმუნოება კერპებისა ტყვილისა არის უღირსი შეიძლება ითქვას ბინძური საქმე როცა შენ გყავს გამჩენი ღმერთი და ამ სიმდაბლეში როცა ის აღიარებს თავის სიმდაბლეს ნახეთ უფლის მოქმედება სახარებაში წერია რომ გაუკვირდა სარწმუნოება გაუკვირდა უფალო სარწმუნოება მის აი ამ სიმდაბლეში ჩვენ ხომ მადლი როგორ გვეძლება მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობის გზით გვეძლება საფრთხო მადლი საკუთარი დაცემულობის საკუთარი მანკიერი მხარეების დანახვით აი ამ მანკიერ მხარებს რო დაინახავ და აღიარებ ღვთის წინაშე რაც უფრო მეტად მიდის ადამიანი და უახლოვდება უფალს მით უფრო მეტი მანკიერებით გამოაჩენს საკუთარ თავს თვითონვე ხვდება რომ დაცემულია მისი ბუნება და მიდრეკილია ცოდვისკენ ჩვენ აი რა გვეძლება ზიარების დროს აი აქაც უფალი ნახეთ ჩვენთვისაც სათქმელად არის რომ იუდეველები ქედმაღლობდნენ იმით რომ ისინი არიან რჩეული ერი მაგრამ აი აქ უფალს მათი სარწმუნოება კი არა უკვირს კანონელი დედაკაცის სარწმუნოება და დღესაც შესაძლოა ჩვენ ქრისტიანები ბევრისთვის ვიყოთ დაბრკოლება აი ნახეთ თუნდაც უფლის მკაცრი სიტყვები რომ ხო რომ არ შეიძლება შვილებს წაართვა და ძაღლებს დაუყარო დღეს ადამიანი ტაძარში მოსული შესაძლოა რაღაცა მკაცრი შენიშვნა მიიღოს სასულიერო პირისგან მაგრამ მიიღებს თორა გარბის რომ ვერ მომექცა მოძღვარი და მამაო კარგათო მაგრამ აქ ნახეთ რა შვება უფალი კიდევ ხელ მოძრავს რომ მიუხედავად იმისა რომ აი კაცრად უპასუხა მან თავი დაიმდაბლა კანონელმა დედაკაცს თავი დაიმდაბლა და ითხოვს განკურნებას ასულისათვის ხო და შემიწყალე მე შეიწყალე ჩემი ასული კი არა ჯერ შემიწყალე მე ადამიანი წარმართი ხედავს თავისი სინდისიდან რომ მას აქვს მიზეზი იმისა რის გამოც ვთქვათ
ის ფიქრობს, რომ მისი შვილი ცუდად არის. ამიტომ საკუთარი თავის შეწყალებას ითხოვს. ზოგადად ლოცვაში წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ უფალო შემეწყალენ. აი ამ ორ სიტყვაში არის ყველანაირი თხოვნა, ყველანაირი ვედრება, ამ ქვეყნიური და იმ ქვეყნიური, ხორცზეც და სულზეც ზრუნვა. ამიტომ საკმარისია, ჩვენ ვიცით იესოს ლოცვა, საკმარისია ეს ორი ლოცვაც გულიდან რო თქვა, უფალო შემეწყალე და გულთან ხილავი. ბუნებრივია ხედავ შენ ბაგეს, ესმის შენი ბაგის და ხედავ შენ გულს. და ჩვენ აი ნახეთ ქრისტიანებს, ჩვენ განავინ მოგცა გარანტია იმისა, რომ ნაზიარები, ბედნიერები ვიქნებით წუთის სოფელში, ან სხვადასხვა სიკეთეები გვექნება. არა, ნახეთ, კი, თუ კი შენ უბრალო გულით მიახლები ზიარებას, უღირსებით, თუ კი შენ ითხოვ, რა თქმა უნდა, მამა, მოსიყვარული, რომელიც აბსოლუტური სიყვარულია, აგისრულებს შენ თხოვნას. მაგრამ ნახეთ უფალი ზიარების დროს მოციქულებს რას ეუბნება, რომ ესე არის ხორცი ჩემი განტეხილი, ხო? ესე არის სისხლი ჩემი თქვენთვის დავრვილი. რას ნიშნავს ეს, რომ ჯვარცმული ქრისტეს ვიღებთ ჩვენ. ამიტომ გმართებს ყოველთვის რა არის სარწმუნოება ჩვენი. ჩვენი სარწმუნოება იწყება ქრისტე ღმერთით. ქრისტე ღმერთი და ეს უნდა იყოს ზუსტად აი აქ იწყება ჩვენი სარწმუნოების ერთგულება, სადაც თავშივე ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივობა. არ შეიძლება ადამიანი ქარივით, ლერწამივით ქარს ემორჩილებოდა. მადლობა უფალს იმისთვის, რაც გვაქვს და ორჯერ მადლობა იმისთვის, რაც არ გვაქვს. ამიტომ აი ნახეთ სიტყვები, რომ პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ზიარება ჩემთვის, ხო, აი წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ ეს არის ჯვარი ქრისტესი. საოცრად ამკობს პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ამ სიტყვებს, ამის ციტირებასაც გავაკეთებ და დავასრულებ დღევანდელ საუბარს. ნახეთ, ამ იერიდან შრომასანო ვინ შემამთხვევთ მე, რამე თუ საწერტელნი უფლისა იესოსნი, ხორცსა შინა ჩემთა მიტვირთვან. ნახეთ, აი მე ქრისტეს საწერტლები, ქრისტეს ჯვარცმა ხორცსა ჩემსა მიტვირთავს. იქვე ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში გახსენდებათ სიტყვები პავლე მოციქულისა, რომ ქრისტე არის ჩემი ცხოვრება, სიკვდილი კი შენაწერი. ამიტომ ღმერთმა მოგცეს იმის გონება, რომ შევძლოთ ჩვენც აი ქანანელი დედაკაცივით თქმა, რომ ნახეთ აი ძაღლნიცხო ჭამენო და იმ დაბლა თავი. ძაღლნიცხო ჭამენო და უფალმა თქვა და ზუსტადაც აი როცა ჩვენ დავიმდაბლებთ თავს, ქრისტეს სიტყვებს გავიგებთ, სადაც ქრისტე ეუბნება თავის მორწმუნეებს, რომ ეს არ წმენეს ჩემი, არა წარყვნდეს, არამედ აქვნდეს ცხოვრება საუკუნო. და იმ სიტყვებით, როცა ქანანელმა დედაკაცმა თავი დაიმდაბლა, ის ჭეშმარიტად წარმართიდან გადავიდა სად? ქრისტეს სამცხოსი. ჩვენც ეს შეგვაძლევინოს. უფალმა მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იღავ თქვენ ყოველთა თანა. ამინ.